ერთმა მშვიდობა მოგმადლოს ძვირფასო საზოგადოებო. დღეს ვისაუბრებთ ომის გამომწვევ მიზეზებზე. ცხადია, არა პოლიტიკურ, ან გეოპოლიტიკურ ნიშნით, არამედ რელიგიურით, იმიტომ რომ სახეზეა აშკარად რელიგიური ტენდენციები, თუმცა ახლავს ცხადია პოლიტიკურის და ეკონომიკურის და გეოპოლიტიკური ხასიათიც. ჩვენთვის, რა თქმა უნდა, რელიგიური მნიშვნელობით არის საყურადღებო ეს გარემოება, რომელიც შეიქმნა დღეს მთელ მსოფლიოში და მიგვაჩნია, რომ თავად ქრისტიანობისადმი, ქრისტესადმი არამართებული დამოკიდებულების გამო და შედეგად ჩვენ ვხედავთ აი ამ მტრობის გაღვივების მიზეზს და ვხედავთ იმ სულიერ დეგრადირებას, რომელშიც საზოგადოება დღეს იმყოფება, შესაბამისად მისი მტრული განწყობებიც აი ამ სულიერ დეგრადირებით არის გამოწვეული. თუ გადავხედავთ ახლა მიმდინარე ომს, დავინახავთ ორ ძირითად დაპირისპირებულ მხარეს. ხო? ეს არის ერთი ირანი, ისლამი, მეორე ებრაელები, იუდაიზმი. მაგრამ აი ამითი არ შემოიფარგლება ეს დაპირისპირება, არამედ ჩართულია კიდე ქრისტიანული კუთხითაც, ოღონდ პროტესტანტული ქრისტიანობის გამოვლინებასთან გვაქვს საქმე, როცა ამერიკა ერთვის აი ამ ომში. ცხადია ისრაელის მხარდამჭერ პოლიტიკის გამო. რა არის ეს ქრისტიანული სინდრომი, რომელიც გამოვლინდა აი ამ ომში? ეს არის ქრისტიანული სიონიზმი. ცხადია კავშირშია იუდაურ სიონიზმთან და ჩვენ გსურს ახლა მოკლე მიმოხილვა გავაკეთოთ აი ამ ყველა რელიგიური მიმდინარეობებისა, უпростоრად საფუძველთა საფუძველზე ვისაუბრებ ძალიან მოკლედ, რითაც კარგად იკვეთება ქრისტესადმი და ზოგადად მართლმადიდებელი ჭეშმარიტი ეკლესიისადმი დამოკიდებულებაც. პირველი, რაც უნდა გვახსოვდეს და ვიცოდეთ, ეს არის ებრაელების დამოკიდებულება ქრისტესადმი. ყველას მოგეხსენებათ, რომ მათ არ მიიღეს მესია, ქრისტე, ჭეშმარიტი ღმერთი, რომელსაც ისინი თითქოს და თავადაც ელოდებოდნენ და მათი არამართებული დამოკიდებულების შედეგად მივიღეთ ის, რომ მათ ჯვარზე გააკრეს თავისივე მაცხოვარი, რომელსაც ისინი სინამდვილეში უნდა ელოდნენ. და მის ნაცვლად მოგეხსენებათ, ისინი მიიღებენ უკვე ანტიქრისტეს და ამიტომ მთელი მზადება ესეთი რელიგიური დღეს, რასაც ვხედავთ ჩვენ, მიდის სწორედ აი ამ კუთხით და აი ამ ნიშნით, რომ აშენდეს ესე იგი იუდაური მესამე ტაძარი ებრაელებისა, რომელიც ორჯერ იქნა დანგრეული და მთელი დილემა იმაში მდგომარეობს, რომ იმ ადგილზე დგას ალაქსას მეჩეთი და წარმოადგენს დიდ სიწმინდეს ისლამური სამყაროსათვის. ვხედავთ, რომ სიტუაცია გამოუვალია, ერთი კატეგორია, რომლებიც ფიქრობენ, რომ ეს მათი კუთვნილი ტერიტორიაა და ოდითგანვე მას ცხოვრობდნენ და იქ არის მათი ესე იგი სულიერი მემკვიდრეობა, ეს არის ებრაელების დამოკიდებულება და მეორე ეს არის ისლამისტური დამოკიდებულება, რომელიც ასევე პრეტენზიას აცხადებს, რომ მასაც საკმაოდ საუკუნეების მანძილზე ჰქონდა ეს ტერიტორიები დაკავებული. ცხადია, ეს უთანხმოება იმდენად დიდია, რომ იქ ომის გარეშე ვერაფერი ჩაივლის და ეს ომი ვხედავთ ჩვენ, რომ ქრისტეს წინასწარმეტყველებისამებრ გრძელდება მათ თაობებში, როგორც
თავად უთხრეს ქრისტეს, რომ სისხლი მაგისციო ჩვენზე და ჩვენ შვილებზეო, აი ეს ასეთი სავალალო ლოცვა კურთხევა მათ ერგოთ წილად აი ამ 21 საუკუნის მანძილზე. რა შეიძლება თქვათ მოკლედ ამ რელიგიების შესახებ? პირველი, ისლამი რო ავიღოთ ხომ, ირანი გახლავთ შიიტური საზოგადოება, შიიტები განსხვავდებიან სუნიტებისგან იმით, რომ მათი კონცეფციის თანახმად, ესე იგი, მუჰამედის მემკვიდრე შეიძლება იყოს მხოლოდ მუჰამედის ოჯახის წარმომადგენელი და ვინმე ალის იყო ბიძაშვილი მუჰამედის, რომელიც შტოსაც ისინი ამ შტოს გამგზელებლებად მოიაზრებენ საკუთარ თავს და ეს არის მათი ძირითადი კონცეფცია. დღესაც აი თუ ვინმეს ირჩევენ იქ სულიერ ლიდერად, ის აუცილებლად აი ამ ხორციელი გენეტიკური მემკვიდრეობის მკვიდრი გახლავთ. მეორე სუნიტები უფრო ფართო გაგებითაა მათი მემკვიდრეობა, ისინი ფიქრობენ, რომ 4 ალიფას საფუძველზე გამრავლდა შემდეგ ეს ისლამური სუნიტური, ესე იგი, რელიგიური მიმართულება. ჩვენთვის ამას არსებითი მნიშვნელობა მართლმადიდებლებისთვის ცხადია არ აქვს, რასაც აქვს ყველაზე დიდი მნიშვნელობა, ეს არის ის, რომ ქრისტე მათთვის არ არის ღმერთი, არამედ წინასწარმეტყველის კატეგორიაში მოიაზრებენ მას. რითაც ადასტურებენ თავის ცრუსწავლების მიმდინარეობას, ცხადია და რა თქმა უნდა ჩვენთვის მათი რელიგიური ხედვები და მით უფრო მათი ცხოვრებისეული სტილი და შემდეგ უკვე თუ გავიხსენებთ ისტორია, რითაც დაგვამახსოვრეს თავი, ხომ? არაფერ დადებით შთაბეჭდილებას, რა თქმა უნდა, ჩვენზე არ ტოვებს და ვერ დატოვებს. ეხლა რაც შეეხება სიონიზმს, იგივე იუდაიზმს, ჩვენ იქ უნდა გამოვყოთ ესეთი კატეგორიები, ასე ვთქვათ, სიღრმეები, სულიერი სიღრმეები აქვთ მათ თავის აი ამ ანტიქრისტიანულ რელიგიაში. ეს არის კაბალისტური მიმართულება, თალმუდისტური მიმართულებები და ასევე არის ზოგადად გარეგნული ისრაელის ესეთი რელიგიური ხედვებიც, რომელსაც ნაკლები წარმოდგენა აქვს იმაზე, თუ რა წერია სინამდვილეში თალმუდში და მით უფრო ბნელია მათთვისაც კი ის სულიერი მემკვიდრეობა, რასაც კაბალა თავაზობს, ანუ ფაქტობრივად ეშმაკის თაყვანისცემა ღვთის თაყვანისცემის ნაცვლად. ასე რომ ბანაკების დამოკიდებულება გასაგებია, ერთიც და მეორეც ტრობს ქრისტიანობას და ალბათ უფრო მეტად თუ ვინმე მტრობს ქრისტეს, ეს არის რა თქმა უნდა იუდაური ებრაული მხარე, იმიტომ რომ მათთვის მესია, მოსული მესია არ გახდა მხსნელი სამყაროსი და მათი მხსნელი, არამედ მათ ჯვარზე გააკრეს ის და ასეთი საშინელი სიკვდილით დასაჯეს თავისივე აღთქმული მესია. რაც შეეხება ისლამს, იქ ვთქვით ჩვენ უკვე, რომ მათთვის ქრისტე არის წინასწარმეტყველი და შესაბამისად შედარებით ლოიალური დამოკიდებულება ამ კუთხით თითქოს არის, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მათი დამოკიდებულება ზოგადად ქრისტიანობისადმი არის დადებით, პირიქით. დავინახეთ ჩვენ ეს ისტორიაში და როგორი დამოკიდებულებაც აქვს და ამისი გახსენება დღეს საჭიროებას არ წარმოადგენს. ეხლა რაც შეეხება მესამე ფაქტორს, რომელიც მოქმედებს თანამედროვე ბოლო ომის პერიოდში, თუმცა ეს რელიგიური მიმდინარეობა, რასაც ქვია ქრისტიანული სიონიზმი, ბევრად უფრო ადრე გაჩნდა, რატომღაც ამ მიმდინარეობაზე ნაკლებად საუბრობენ დღეს და ძალიან გასაკვირიც არის, იმიტომ რომ გასაკვირია იმდენად, რამდენადაც მათი ეს პროტესტანტული მიმდინარეობა ფეხი მოიკიდა ჯერ ბრიტანეთში და ფაქტობრივად
შემდეგ ამერიკაში გაიდგა ფესვები და ფაქტობრივად ეს ანგლო-საქსონური სამყაროსთვის გახდა ერთგვარი ტრენდი, ანუ შემოგდებული სიონისტების მიერ ქრისტიანული ტერმინებით გაჯერებული მთლიანად სიონისტური, იუდაისტური და თალმუდისტური იდეოლოგია. რას მოიაზრებს ის თავის თავში? ისინი ეს მიმდინარეობა პროტესტანტული ამბობს, რომ თავის თეზად ესე აქვთ აბრაამის სიტყვები აქვთ წამოწეული წინ, სადაც ის ამბობს, რომ ვინც აკურთხებს ებრაელებს, ის ღმერთი აკურთხებს აი ამ ადამიანებს და ვინც დაწყევლის ებრაელებს, დაწყევლის ღმერთიც მაგ ადამიანებს. ეს არის ის კონცეფცია ძირითადი რელიგიური ძველი აღთქმიდან აღებული, რომლითაც ხელმძღვანელობენ სიონისტები, ქრისტიანული სიონისტები. გარდა ამისა, მათი იდეა დაფუძნებულია იმ კონცეფციაზე, რომ იუდეველები, ანუ როგორც ესეთი ძველი ისრაელი დარჩა თავისივე აი ამ ღვთისმშეულობის ამარა და დარჩა ამ პრინციპების ერთგული, რასაც ქვია ღვთის ჭეშმარიტი თაყვანისცემა. მაგრამ ჭეშმარიტი ქრისტიანული თვალსაზრისით ჩვენ ვიცით, რომ იუდეველების რჩეულობა როგორც ერისა დასრულდა მაშინ, როცა მათ ჯვარზე გააკრეს ქრისტე და ამის შემდეგ ქრისტიანობა მოიცვა სამყარო და დავინახეთ, რომ უკვე ახალი ისრაელის ტიტული მოირგო ყველა იმ მართლმორწმუნე ადამიანმა და მართლმორწმუნე ერებმა, ვინც ჭეშმარიტი ღმერთის თაყვანისცემელი გახლდათ. ამიტომ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ეს ფაქტორი, რამდენად დამახინჯებულია აქაც ქრისტიანული მსოფლმხედველობა, მიუხედავად იმისა, რომ ქრისტიანული ტერმინებით მიმდინარეობს, ესე იგი, ამ კონცეფციის შემოგდება, ესეც იყო იუდეველების მხრიდან გარკვეული საკრობის ერთ-ერთი ფორმულა, როცა ისინი ხედავდნენ რა მთელ მსოფლიოში მატდამენ მტრულ დამოკიდებულებას, შემდეგ აი ამ ქრისტიანული სიონიზმის კონცეფციის მიხედვით მათ მოახერხეს და თავისადმი ეს ლოიალური დამოკიდებულება და უფრო მეტიც შეიქმნა უზარმაზარი რელიგიური მიმდინარეობა, რომლის წარმომადგენლები დღეს არიან პოლიტიკური ლიდერები, მათ შორის ტრამპი გახლავთ და მისი გარემოცვის დიდი ნაწილი და ზოგადად 10 მილიონიანი სექტა და მიმდინარეობა გახლავთ ის თანამედროვე სამყაროში. ასე რომ საკმაოდ საფრთხის შემცველია მისი კონცეფციები, იმიტომ რომ მთელი შინაარსობრივი არსით ის პირდაპირ ამბობს, რომ ებრაელების ანუ ისრაელის კონცეფციები არის მთავარი და დომინანტი თანამედროვე სამყაროში, ხოლო ქრისტიანობა აი ამ გლობალურ ფონზე რაღაცა ინსტრუმენტის როლს ასრულებს და მეტი არაფერი. ეს არის ის, რაც ჩვენთვის არის ყოვლად მიუღებელი და კიდევ უფრო მიუღებელი გახლავთ ის, რომ როცა ქრისტიანული სიონიზმი დღეს იწყებს რა ომს, ესე იგი ნამდვილ სიონიზმთან ერთად, ის ამბობს და აცხადებს, რომ ეს არის წმინდა ომი, რომელსაც ისინი აწარმოებენ და უფრო მეტიც, რომ მათ უნდა მოამზადონ ამითი არმაგედონი. ეს არის ის სიტყვები, რომელიც დღეს ამ დღეებში გაჟღერდა მათი მხრიდან, რაც რა თქმა უნდა საგანგაშოს ღვთის ყოველივე იმას, რაც ხდება ჩვენს თავს და შესაძლოა ეს დრო ღმერთმა უწყის, როდის დადგება, ეხლა ჩვენ არ ვართ ამისი მარჩიელები და არასდროს ვიყავით ამ პრინციპების მომხრე, რომ არიქა და დღეს იქნება თუ ხვალ იქნება მეორედ მოსვლის ჟამი, ჩვენ ამაზე არ ვსაუბრობ, ჩვენ თვითონ ფაქტზე გვაქვს ყურადღება გამახვილებული, რომ რამდენად არასწორი და არამართებული დამოკიდებულება ჭეშმარიტებისადმი, თავად ქრისტესადმი და ქრისტიანობისადმი, აბსოლუტურად ყველა სამივე, ესე იგი, პოზიციიდან თუ განვიხილავთ ამას და
აი ეს არის ის თავარი რელიგიური პრობლემა, რომელიც დღეს ამოძრავებს აი ამ სამივე ძალას. ორი კოალიციური ძალა გახსოვთ, რა თქმა უნდა, და მესამე თითქოს დამოუკიდებლად მოქმედებს, თუმცა არც მას ხავს ნაკლები ხარდაჭერი თავისივე ცალკე კონცეფციებით აღებული სახელმწიფოები. ჩვენ კი მთავარი ფოკუსირება, რა თქმა უნდა გავაკეთოთ იერუსალიმის ტაძრის მშენებლობაზე, მაგრამ ერთი ფაქტია გასათვალისწინებელი, რომ თავად წმინდა მამებთანაც კი ეს აზრი გაყოფილი იყო ორ ნაწილად. ერთნი მაგალითად კირილე იერუსალიმელი ამბობდა, რომ ეს ტაძარი მათი ესე იგი ისრაელი შეძლებს მის აშენებას, ხოლო ოქროპირის თვალსაზრისით ებრაელები ვერ შეძლებენ აი ამ ტაძრის აშენებას. ნახოთ რა იქნება, ჩვენ ვიცით რომ ცდილობები იყო აშენებისა და ამოვარდა იქ ცეცხლი და ვერ მოახერხეს მისი დაწყებაც, ეს იყო მე-20 საუკუნის დასაწყისშიც იყო, მანამდეც ბევრი მცდელობა ჰქონდათ ამის აშენების და აგების, მაგრამ დავინახეთ რომ ღმერთს არ სურდა ამის გაკეთება. მათ რა თქმა უნდა ყველა პირობა იმისთვის რომ ამ ქვეყნიური გაგებით ყველაფერი აქვთ მომზადებული, ქვამასალით დაწყებული და შესაწირი მსხვერპლით დამთავრებული და ჭურჭლებით და სასულიერო პირებით და ყოველივეთ ფინანსებით და ყოველივეთი, მაგრამ ღმერთი არ აძლევს მათ ჯერჯერობით ამის გაკეთების საშუალებას. თუმცა ვნახოთ რა იქნება. ერთი რამ ცხადია, რომ უფალი საუბრობს, რომ ანტიქრისტე მოვა და დაჯდება ღვთის ტაძარში. აქედან გამომდინარე, ამ იუდეველების ტაძარს ჩვენ ვერ უწოდებთ ჯერ ესეთი ღვთის ტაძარს. თუმცა ნახოთ როგორ განვითარდება, არ გვინდა რაღაცნაირად ვიყოთ პრინციპულები იმ გაგებით, რომ არიქა და ჩვენი მოსაზრება არის ნამდვილად ზუსტი, იმიტომ რომ ეს იმდენად რთული საკითხი გახლავთ და იმდენად მრავალ წახნაგოვანია მისი მხარეები რელიგიური ნიშნითაც კი, ჩვენთვის უბრალოდ ისიც საკმარისია, რომ დავინახოთ ეს რელიგიური პათოსი, რომელიც აი ამ რელიგიებს ახლავს. და რაც თავარია, ჩვენი მართლმადიდებლური მიდგომა მათ და მი. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, როგორი უნდა იყოს. ფაქტია, რომ როცა მტრობა არის სახეზე, ჩვენ ვართ ფრთხილები და პოზიცია ყოველთვის იყო ჩვენი ფრთხილი და არავითარ შემთხვევაში არ მივდიოდით ვინმესთან გაღიზიანების პოლიტიკით, არავისთან არ ვაწარმოებდით აი ამ ურთიერთობას. ცხადია, ყოველთვის ეს პირიქით სხვების მხრიდან იყო და როგორც პატარა ქვეყანა გარკვეულწილად ვიჩაგრებოდით კიდე სხვა დიდი სახელმწიფოებისგან, სხვადასხვა რელიგიური თუ პოლიტიკური ნიშნებით, ასე რომ ჩვენი მოვალეობა არის ღვთის წინაშე ჭეშმარიტებაში დგომა, მტკიცე დგომა და რა თქმა უნდა საფუძვლიანი ანალიზი და სწორი ანალიზი გვმართებს იმისა, თუ რა პროცესები მიმდინარეობს დღეს. და არ უნდა მივიჩნიოთ, რომ მხოლოდ რაღაც გეოპოლიტიკური თუ პოლიტიკური თუ ეკონომიკური ნიშნით დღევანდელი ასეთი დიდი ომი იღებს ესეთ განვითარების სახეს, ეს იქნება უბრალოდ არაკომპეტენტურობა ამის თქმა, იმიტომ რომ მთავარი საფუძველი აი ამ ხალხებისა თვითონ, ვინც კი ესე იგი მონაწილეობს აი ამ დაპირისპირებულ ომში, ხედავთ რომ აშკარად რელიგიური მოტივაციით არიან წარმოდგენილები და ეს რელიგიური მოტივაცია ძალიან შორს არის ჭეშმარიტებისაგან. აქედან არის ის ომის საფუძვლებიც, რომელსაც მოგახსენეთ ჩვენ დღეს. ღმერთმა შეგვიწყალოს, ღმერთმა მშვიდობა მოგცეს და დაიფაროს სრულიად საქართველო და სრულიად მართლმადიდებლური სამყარო. ამინ და მთელი მსოფლიო.